Sonic.exe-s მოტოციკლებიდან პირველი დონის, Sonic.exe-s მოტოციკლებამდე მილიონი დონის. Sonic.exe. მას ძალიან დაბალი დონის მოტოციკლეტი აქვს და Super Sonic-თან რბოლა წააქვს და ჩვენ მოგვიწევს Sonic.exe-s მოტოციკლეტის დონის გაუმჯობესება ყველაზე მაღალ დონემდე. შევძლებთ საბოლოო რბოლის მოგებას და მსოფლიოს დაპყრობას. წავედით! Კარგი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Exe-s რბოლაზე. დღეს ნახავთ თქვენგან რომელ Sonic Exe-s შეუძლია რბოლის მოგება, რომელსაც რა თქმა უნდა $1 მილიონი პრიზი აქვს. მინდა რომ წარმოადგინოთ თქვენი მოტოციკლები და მათი დონე. ეხლა მე ვარ Super Sonic-ი, რომელიც მოვედი .exe-s რბოლაზე, რათა არ დაუშვა მისი მოგება. თქვენგან არც ერთი არ ხართ სულელი და უნდა გაქრეთ. ამიტომ მოვედი ჩემი მოტოციკლით. დონე თითქმის მილიონამდე არის, დონე 999,000. ამ მოტოციკლით ყველა .exe-s დედამიწის ზის ზუგზე გავანადგურებ და ფულით ვიზრუნებ, რომ აღარასოდეს დაბრუნდეთ. ჯანდაბა, ეს საშინელებაა. მე ვარ Shadow.exe და მაქვს 100,000-იანი დონის მოტოციკლი, რბოლაში ამ ნაგავს მოუგებ. მე ვარ ნატოზი, .exe და მაქვს 10,000-იანი დონის მოტოციკლი. ასევე ვეცდები Super Sonic-ის განადგურებას. მე ვარ Daisy.exe, ჩემი მოტოციკლი 1000-იანი დონისა და რა თქმა უნდა გავანადგურებ იმ სულელს, ვინც ჩვენს რბოლაში შემოიპარა. მე ვარ Amy.exe და მაქვს 100-იანი დონის მოტოციკლი, რომელსაც გამოვიყენებ Sonic-ის გასანადგურებლად. მე ვარ Leon.exe, Sonic.exe-s ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი და მაქვს 6 მოტოციკლი მე-10 დონის. დაი მეცაკორ, ჯანდაბა, მე ვარ Sonic.exe და მაქვს პირველი დონის მოტოციკლი. არ მქონდა დრო არაფრისთვის, ძალიან დაკავებული ვიყავი. ყველას ვამთავრებდი, საკუთარ თავზეც კი აღარ ზრუნავდი და ეხლა ძალიან სევდიანი მოტოციკლი მაქვს. კარგი, მაშინ დადგა დრო რომ დავიწყოთ რბოლა და ვნახოთ ვინ მოიგებს $1 მილიონს .exe-s რბოლაში. 3-ში, 2-ში, 1-ში წავედით. მოდით ლუზერები, იქ დარჩით. ეს Super Sonic-ის მოტოციკლი თითქმის მილიონი დონის მარტივად მომიტანს გამარჯვებას. აქ მოვედი რომ ყველა .exe დავამარცხო. შევიფარე თქვენს რბოლაში და მაქვს უძლეველი მოტოციკლი, ასე რომ კარგად გცემთ და დედამიწის ზურგიდან გაგაქრობთ. იმიტომ რომ თქვენ მხოლოდ სულელი ჭირი ხართ, რომელიც არ იმსახურებს ჩვენ სამყაროში ყოფნას. ამ ფულით იარაღებს ვიყიდი, რომლებიც გაგანადგურებთ, არა? ჯანდაბა, არ შეგვიძლია დაუშვათ, რომ იმ სულელმა Super Sonic-მა მოგვიგოს. ის ჩვენს რბოლაში .exe-ში შეიპარა და ყველას განადგურებას აპირებს. ამას არ დაუშვებთ. ჩემი მოტოციკლი .exe 100,000-იანი დონის ყველაფრის გამკეთებელია. ასე რომ არ დავნებდები, დავეწევი და არ მივცემ საშუალებას, რომ გაგვანადგუროს. ეი, თქვენ, ნუ დავიწყდებათ ნაკალს .exe. ყველაზე ძლიერი მოტოციკლი მაქვს. თუ დაგეწევით, გადიტანთ და ამ 10,000-იანი დონის მოტოციკლით მე გავიმარჯვებ რბოლაში. სულელი Super Sonic-ი ჩვენს წინააღმდეგ შანსი არ ექნება. ამას მალე ნახავ. ჰეი, ნუ დამივიწყოთ, Daisy.exe ამ რბოლაშია, დიახ. ჩემი მოტოციკლი საოცარია, 1000-იან დონეზეა და სუპერ აეროდინამიკურია. მასთან ერთად იქამდე მივა, სადაც მე მინდა. ასე რომ უნდა დავამარცხო Super Sonic-ი, რადგან ჩემი მეგობარი Sonic.exe სულელი არ არის, მათ ხო არა, ვეც გაიმარჯვებთ და ვეც .exe-ს გაანადგურებს, ჯანდაბა. ერთი წუთით არ დავიწყეთ Amy.exe, ყველაზე საშიში ნამდვილი გოგო. ჩემი .exe მოტოციკლი მე-1000 დონის, ასევე ძალიან კარგია, ასე რომ ყველაფერს გავაკეთებ. წავედით. იმიტომ რომ ვინც მომწონს არის Sonic-ი. .exe Super Sonic-ი არ არის თაღლითი. და ლაპიერ დავამთავრო მასთან, რომ .exe-ებმა ვიბატონოთ. ერთი წუთით დამელოდეთ, მეც უნდა შევეჯიბრო. Leon Picaros აფშეს მოტოციკლი მე-10 დონიდან და ჩემი კერპი Sonic.exe-სთვის ვეცდები მოვიგო, რომ მთელი ფული მას მიიღო. რაც ზუსტად ვიცი, ის თაღლითი Super Sonic-ი რბოლას ვერ მოიგებს, ამას არ დაუშვე. ერთი წუთით ბიჭებო, სად მიდიხართ? რბოლა ძალიან სწრაფად დაიწყო და მათთან მიახლოებაც ვერ მოვასწარი. ჯანდაბა, წავედით. მაქსიმალურად დავაწვევი ჩემს მაგარ მოტოციკლებს. Sonic.exe-s ვაიკა მხოლოდ პირველი დონისაა, ბორბლები ნებისმიერ წამს შეიძლება მოსცილდეს. მაგრამ მე ვარ Sonic.exe. მე ვარ .exe-ების ლიდერი და ერთად უნდა დავიფხროთ მსოფლიო. ასე რომ, მივდივარ. მოხვევა. ძალიან მიჭირს. ეს მოტოციკლი მხოლოდ პირველი დონისაა. ვეცდები, რაც შეიძლება შორს მივიდე და დარწმუნებული ვარ, ასე შევძლებ გამარჯვებას და. ყურადღება ყველა მრბოლელო.
მოდით ფინიშის ხაზთან, რადგან გვყავს გამარჯვებული. როგორ? მართლა? მაგრამ რბოლა ხომ ეხლახან დაიწყო, ჯანდაბა, მივდივარ იქით. კარგი. ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ბოლოს მივედი. ხოლოდ იმედი მაქვს, რომ სუპერსონიკმა არ მოიგო, ჯანდაბა. ო, დიახ, ყველას გეცნობით. მე ვარ რბოლის გამარჯვებული და შესაბამისად $1,000,000 მფლობელი სუპერსონიკი. ეს რბოლა ჩემთვის და ჩემი 999,000-იანი დონის მოტოციკლისთვის ძალიან მარტივი იყო. ასე რომ ახლა ამ ფულით თქვენ ყველას დაგამთავრებთ. .exe, თუ შეწყვეთ სამყაროში შეწუხებას და ერთი წუთით გაჩერდებით, შენ გაჩერდი იქ. ეს რბოლა მხოლოდ .exe-სთვის იყო. თუ შენ შემოიპარა, ესე იგი არ უნდა ჩაითვალოს. ამიტომ გთავაზობ ერთ-ერთ რბოლას და ვინც მოიგებს, ფულს ის დაიტოვებს. ფულს და შენ ფავაზობ ამას იმ სულელური და ბინძური მოტოციკლით. რა სასაცილოა, მაგრამ რა თქმა უნდა ვთანხმდები. ძალიან სახალისო იქნება შენი მწერივით გათელვა. მაგრამ ერთი პირობით. რბოლა სიცოცხლის ფასად უნდა იყოს. თუ მე მოვიგებ, შენ და შენი ყველა მეგობარი მოკვდებით. .exe ვთანხმდები, რადგან ძალიან მარტივად მოგიგებ. პრინგოდო, ხვალ ამავე დროს აქ ნახა ვინ არის უფროსი, გმერთო ჩემო. მგონი ცოტა დავაშავე. მხოლოდ პირველი დონის მოტოციკლი მაქვს. როგორ უნდა დავამარცხო სუპერსონიკი ამით? მოტოციკლით მე მოვკვდები, ჩემი ყველა მეგობარიც მოკვდება და იცოდე. მეგობარო, მოიცადე, არ ინერვიულო, ყოველთვის ძალიან ვცემდი პატის და როგორც გინდა ყველა .exe-ს გადარჩენა ძალიან ღირსეული საქმეა. ამიტომ გთავაზობ ჩემს მეათე დონის მოტოციკლს, რომ შენი გააუმჯობესო და რბოლაში დაამარცხო იგი. მოიცადე, მართლა მომცემ შენს მოტოციკლს, რომ ჩემი დონე ავიმარლო და მას შევეჭიდო, ელი? არა მხოლოდ ის სონიკ, მეც დაგეხმარები. და მე დავაყენებ გამოცდებს, რომ გადალახო ისინი და ჩვენი მოტოციკლები მოიპოვა. მე ისევ მოწყენილი ვარ რბოლის წაგების გამო, მაგრამ დაგეხმარები Sonic X-ე. უნდა დავამარცხოთ ის. არა, და თუ არ გავაკეთებთ ამას, ყველა მოვკვდებით. ასე რომ ჩვენზეა დამოკიდებული. დიდი მადლობა ბიჭებო, მართლა, თქვენ საუკეთესოები ხართ. მოდით მაგას კარგად ვცემოთ. ეხლა შევაერთებ მოტოციკლებს, რომ Sonic.exe-ს ჩემი მოტოციკლის დონე ავიყვანო 10-მდე. სწრაფად, 10. სწრაფი თამაშია. გაქვს მხოლოდ 23 რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი. Sonic.exe-ს მოტოციკლის გასაუმჯობესებლად, გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ სიტყვას Sonic.exe, შენს გექნება ისეთი საოცარი მოტოციკლი, როგორიც მას აქვს. ასე რომ ვიჩქარე, დრო იწურება. არა! დიახ! არა მარტო მოტოციკლი, არამედ ჩემი თავდაპირველი ფორმაც დავიბრუნე. ასე რომ ეხლა როცა ეს Sonic.exe-ს მეათე დონის მოტოციკლი მაქვს, წავიდეთ ეიმი, ვნახოთ რა გამოცდას მომიწყობ. მაგრამ იქ დაგელოდები, შენ ჩემთვის ძალიან ნელი ხარ, დიახ. კარგი. აქ ვარ eimi.exe. რა უნდა გავაკეთო, რომ მეათე დონის მოტოციკლის ღირსი ვიყო? დიახ, რა? თუ ჩემსავით მეათე დონის მოტოციკლი გინდა, ჩემი ტრასა უნდა გაიარო. მთელი ეს ტრასა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიარო შენს მოტოციკლზე და ამ ბეჭდებსაც უნდა შეაგროვებ. თუ შეძლებ ყველა ბეჭდის შეგროვებას და ტრასას კარგ დროში დაივრი, მაშინ ჩემი მეათე დონის მოტოციკლი შენი იქნება. გარიგავ Sonic.exe. ეთრი მაწყენინებს, ეიმი. მოდი ახლა მე მაქვს მეათე დონის მოტოციკლი და ამით რაც მინდა იმას გავაკეთებ, ასე რომ, მოდი. პირველი ბეჭედი დასრულებულია. დავამტკიცებ, რომ საოცარი მარტო ვიცი, რითაც შევძლებ სუპერსონიკის დამარცხებას. დიახ, აქ შევბრუნდები, აქაც შევბრუნდები, მოდი, დიახ, შემდეგი ბეჭედი. და ისევ ვაგზელებ შეჩერების გარეშე, კიდევ ერთი ბეჭედი ავიღე. აქ შევბრუნდები, აქაც შევბრუნდები. ეს მეათე დონის მოტოციკლეტია, ასე რომ ჯერ კიდევ ყველაზე სწრაფი არაა, მაგრამ ცუდადაც არ გამომდის, ხომ ასია, ეიმი? წამო, კიდევ ერთი ბეჭედი ავიღე და უნდა დავასრულო წრე. ყველა ბეჭედი ავიღო ჩემი მეათე დონის მოტოციკლეტით. წამო, კიდევ ერთი ბეჭედი. მშვენივრად გამომდის. საკმარის ძალას მოვიპოვებ, რომ ის სულელი შევაჩერო და მსოფლიო დავიფყრო. აქ წრე ძალიან ფართოა, ასე რომ შემიძლია მაქსიმალურად ავაჩქარო, მიუხედავად იმისა, რომ მოტოციკლი ძალიან სწრაფი არ არის. წამო, კიდევ ერთი ბეჭედი ავირე და აღმართზე ავდივარ. წავედით, ეხლა კარგი მოხვევა უნდა გავაკეთო და ასე შედიხარ. ვაუ, კედელს ვიკენებ და საოცარ პირუეთს ვაკეთებ. თუ ეს კარგი მარტო არ არის, ემი, შენ მითხარი რა არის? წავედით. აღმართი ცოტა რთულია, მაგრამ ავდივარ და ამ მხარეს მივდივარ, რომ ის ბეჭედი ავიღო და მერე გადმოხდე.
კარგი. ეხლა უკვე უფრო სწრაფად მივდივარ. ეხლა მართო უფრო რთული ხდება, მაგრამ როგორც სონიკი .exe არ არსებობს რთული მართვა, რაც შემაჩერებს. უბრალოდ უნდა ვაგრძელო აჩქარება და აჩქარება გაჩერების გარეშე, რომ ჩემი მიზნები შევასრულო. დრიფტი. და კი, ეს ბეჭედი ცოტა რთული იყო, მაგრამ მაინც შევძელი. უკანა ბორბალზე ავედი და კიდევ ერთი ბეჭედი. დიახ, აკავდივარ და საოცარი სისტრაფით ჩავდივარ. წავედით, მგონი ტრასას ვამთავრებ, ეს ძალიან მომწონს. დიახ, ტრიალდები და ეს ბოლო ბეჭედია, ასე რომ ყველაფერი ჩემი ხდება. დიახ, ეიმი, არც ერთი ბეჭედი არ დამიტოვებია. ასე რომ, მგონი შენი მოტოციკლი ეხლა ჩემი ხდება. საკმაოდ გამაკვირვეს Sonic.exe. რეკორდულ დროში გააკეთეს და 10 ბეჭედი ავადიტოვებია. გააგრძელე. გამოიყენე ჩემი 100 დონის მოტოციკლით ნაწილები, რომ შენი მოტოციკლი განავიქარო. გმადლობ, ეს მინდოდა მომესმინა. ნახე ჩემი ახალი მოტოციკლი Sonic.exe-ს 100 დონის. გენერამო. კი, ნახე რა მაგარი Sonic.exe-ს მოტოციკლია, 100 დონის. ეხლა ამით ფრთები მაქვს, ტურბოები, იარაღები, ბევრად უკეთესია, ნამდვილად. ასე რომ მითხარი, ეხლა ვისთან უნდა წავიდე, ეიმი? Ace.exe-ს 1000 დონის მოტოციკლი აქვს. ის შეძლებ დაეხმაროს. 1000 დონეზე ასვლა? ეს ძალიან მომწონს, ეიმი. მაშინ მივფრინავ. ამ მაგარი მოტოციკლით კი ნამდვილად. და ბოლოს აქ მოვედი. ღმერთო ჩემო, რა მაგარი ტრასა ყოფილა ეს. მოგესალმები მოტოციკლის საბოლოო ტრასაზე. თუ ბინდა შენი მოტოციკლი 1000 დონემდე აიყვანო, ამ ტრასას უნდა გაუმკლავდე. სონიკი. მოტოციკლის მრავალმხრივობა დადგება, რომ ყველა დაბრკოლებას თავი არიდო და ასევე წყლის ზემოდანაც გადახვიდე. შეძლებ თუ არა ბოლომდე მისვლას. მე მეგონა რომ ჩემი მეგობრები .exe დამეხმარებოდნენ, მაგრამ ისინი მაიძულებენ გამოცდები ჩავაბარო, რომ გავძლიერდე და იმ სულელს დავამარცხო. მოდით ყველაფერს მშვენივრად გავივლი, ამ ხრიდან მოვალ და ამ ბურთებს მოვიშორებ. ეხლა აქ ჩამოვალ, ამ ხრიდან შევრუნდები. სინამდვილეში ეს ტრასა არც ის რთულია. უბრალოდ უნდა დაველოდო, რომ ეს წავიდეს და აქედან გავიარო. მოდით, ამ ტრასას გავივლი, რომ დავამარცხო ის სულელი სუპერ სონიკი. ეხლა აქ ფრთხილად უნდა გავიარო და აი ამ რაღაცებს უნდა აუარო. ნაგვის ტომრებიც ისეა დადებული, რომ ხალხი ზღვაში ჩავარდეს. ასეთები ვართ ჩვენ, .exe-ები. და ეს წისქვილი ვერ დამარტყამს. ან იქნებ კი, რომ ზუსტად აქ დავეშვა. ასე რომ წინ მივდივარ. აქედან მარტივად მოვალ და იქ ტურბოს ჩავრთავ. ძალიან კარგად მართავ მოტოციკლეთს და კი, ყველაფერს ჩემს სასარგებლოდ არ ვიყენებ. ეხლა აქ დავეცემი, შიგრით შევალ და ამ ხრიდან გავალ, ხო? და ამჯერად ის წისქვილი არ დამატყავს. კი, შესანიშნავია, ჯერჯერობით კარგად მივდივარ. ამ ხრიდან ავალ და ფრთხილად გავივლი ყველა ამ რგოლს. წადით აქედან თქვენ სულელო ძროხებო. ეხლა აქედან უნდა გავაგრძელო გზა. წავიდეთ რაც შეიძლება სწრაფად და ტრასაზე ლიანდაგებიცაა მატარებელიც. თქვენ ბატონო, რას აკეთებთ აქ? აეთრიე კაცო, აი ასე მომწონს. ეხლა აქედან შემოვალ და ამ ხრიდან გავაგრძელებ. შესანიშნავია. და ეხლა ვაუ! მომიწევს ისევ გამოვიყენო ენერგია. ამ ხის ენერგიას გამოვიყენებ, რომ იმ მილზე მიმაგდოს. დიახ, აქ ვარ. ეს ძალიან მარტივი იყო. ახლა აქედან ავალ, თუმცა აქ ცოტა უფრო რთულია, მაგრამ ჩემი მოტოციკლი კარგადაა ამისთვის მომზადებული. ტრიალდები და ავდივარ რამპაზე, წავედით. ასე ვაგზელებ ასვლას, დიახ, და ამ მხარეს ტრიალდები ასე მომწონს. ეხლა აქედანაც ავალ, ამ რამპაზე წავალ. დიახ, ვაი, ბოდიში, მაგრამ ეს ის რაღაცებია, რასაც ჩვენ .exe-ები ვაკეთებთ. ამ ბარიერს გადავლახავ, ამასაც და თუ სიჩქარეს მოუმატებ, იმასაც გადავლახავ და იმასაც. ხომ ასეა? დიახ, აქ შეუხვევ და ეს ბარიერი გზაზე აღარ დამიდგება. აქ საკმაოდ მარტივად გავდივარ. კიდევ ერთი ბარიერი ნაკლებია და მილისკენ შევდივარ. ცოტა ვაწვევი და წავედით, აი ასე. ახლა მან ჩემთვის ლაბირინთი მოამზადა. არ იცის რომ მე იდეალური ვარ. მაქვს რენტგენის ხედვა და შემიძლია დავინახო ლაბირინთის ნამდვილი გასასვლელი, რომელიც აქ არის. კი, გვერდიდან მოვალ და ახლა ქვემოთ მივდივარ. უკვე თითქმის ბოლომდე მივედი. ეს მორის სულელია და აქედან ცოტა შევამოკლებ.
მართლა ფიქრობთ, რომ ამ სისულელეებით შემაჩერებთ? ბოდიში Tails.exe, მაგრამ ეხლა მოვიდა შენი ლიდერი, ნამდვილი Sonic.exe, 100 დონის მოტოციკლით, რომელიც ახლახან მოიგო. ოჰო, ეს ხალბიმილი იყო, მაშინ შუათანას ვსდი და არც ეს იყო რთული ტრასა, Tails, მაგრამ მაინც შევძელი. ეხლა მომეცი შენი მოტოციკლი, მე 1000 დონეზე ავალ. გაჯერება ძნელია, Sonic.exe. ეს ტრასა ყველაფერს ამოწმებდა, სისწრაფეს, მართვას და შენ ყველაფერს გადააჭარბე. შენ იმსახურებ 1000 დონიან მოტოციკლს. უკვე ვიცოდი, მაგრამ მადლობა. ვნახოთ ჩემი 1000 დონიანი მოტოციკლი Sonic.exe-სგან. ოდიეხ, ეს არის Sonic.exe-ს მოტოციკლი 1000 დონიანი. ძალიან მომწონს მეგობარო და როგორც ჩანს, დავაღამატულობს. უბრალოდ მითხარი, ვისთან ერთად უნდა წავიდე, რომ ჩემი მოტოციკლი 10000 დონეზე ავიყვანო. ჯანდაბა. სადი ნატოსთან.exe ის დაგეხმარება, დარწმუნებული ვარ, თუმცა ეს რთული გამოცდა იქნება. არაფერი რთული არ არსებობს Sonic.exe-სთვის. მაშ, მივდივარ, გადავლახავ ზღვებს და გავაუმჯობესებ ჩემს მოტოციკლეთსია და ბოლოს აქვარ, Knuckles.exe. რას მიმზადე ჩემთვის? კარგი Sonic.exe. მოდი ვნახოთ აქვს თუ არა შენს მოტოციკლეთს საკმარისი ძალა და გამძლეობა, რომ მიაღწიოს 10000-იან დონეს. დიახ, თუ ამ მთელ წისქვილების ტრასას გაივლე ისე, რომ შენი მოტოციკლეთი არ გაფუჭდეს, რამდენადაც არ უნდა დაზიანდეს, მაშინ ჩემი მოტოციკლეთი .exe 10000-იანი დონის მთლიანად შენი იქნება. წინწაბი, დაამტკიცე, რისი გაკეთებაც შეგიძლია. წინ მივდივარ, ნახავ როგორ გაუძლებ ჩემი მოტოციკლეთით იმ წისქვილების დარტყმებს. ვაპირებ მაქსიმალურ დონეზე ავიდე, დიახ. სამო, ჯანდაბა. თლიერად დავიწყეთ, მაგრამ არ მადარდებს. ყველა დარტყმას გაუძლებ. ბოლომდე მივაჭერ და არც ერთი არ მომხდება. საოცრადაც კი, როგორც ვაკეთებ, არა? უკვე დრო იყო, რომ დამიჭირეს. ჯანდაბა, მიუხედავად იმისა, რომ ტრასის თითქმის ნახევარი ძალიან სწრაფად გავიარე, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ჯანდაბა. ეს საკმაოდ რთულია, სრულიად ამაცილეს ჩემი მარშრუტიდან. თუმცა შეიძლება ზემოდან თუ ავალ, ხო? აქედან ზემოდან გზას ვიპოვი. წავედით, მივდივარ, ხო? თუ დავეშვები, ამ მხრიდან ავწდები. არა, ჯანდაბა, სულელო წისქვილებო, ასე ახლოს ვარ ფინალთან, მაგრამ არც ხვეტენ დარტყმას და უკან დაბრუნებას მაბრუნებას მაიძულებენ, მაგრამ შემიძლია ავიცილო. წავედით. ეხლა ამ მხრიდან მოვდივარ, ხო? ასე მომწონს. ჯანდაბა თქვენ. ჩემი მოტოციკლი ეხლა არ რეაგირებს, უნდა ჩავრთო ტურბო. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ უკან წავედი, ჯანდაბა, კარგი, ამ მხრიდან შევბრუნდები. ეხლა ყველა ფრთას ავწდები, როგორ შემაჩერეს. ზუსტად მაშინ, კარგი, სანამ მოტოციკლი არ გაფუჭდება. კარგად ვარ, მაგრამ მე შეცდომას ვეღარ დავუშვებ. წამოდი, აქედან მოვდივარ, აქედან. ამ მხრიდან ავწდები და მერე ამ მხრიდანაც. უკვე ფინიშის ხაზი ჩანს? შევძლებ, ხო? არა, უკვე თითქმის გამომდიოდა. ჯანდაბა, მაგრამ შემიძლია ჩემი მოტოციკლი ზუსტად ასე მიუმართო, რომ ჰაერში შევინარჩუნო. ზუსტად ასე, რაღაც ფრენის მსგავსი გავაკეთო და პირდაპირ იქ წავიდე, სადაც ნაკლსია. მოდი. ეს იქნება ბოლო, მაგრამ თუ ეხლა წავალ, შემიძლია შევძლო, ჩემი მოტოციკლი ძალიან დაზიანებულია, მაგრამ ნაკლსმა გაუძლო. ასე რომ მგონია, რომ ვიმსახურებ 10000 დონეზე ასვლას. კი. დაუგერებელია Sonic, შენ და შენი მოტოციკლი ძალიან კარგად გაუძელით, ასე რომ გიოცავ, ჩემს მოტოციკლს დაგიტოვებ, რომ მისი ნაწილები გამოიყენო და შენი Sonic-ის მოტოციკლი გაუმჯობესო. .exe 10000 დონემდე. ასე მომწონს მეგობარო, ეხლა ამ ნაწილებს შევაერთებ ჩემს Sonic.exe-ს მოტოციკლზე, რომელიც 10000 დონეზეა. ეხლა ეს ნამდვილი Sonic.exe მოტოციკლია, 10000 დონეზე, ასე რომ მხოლოდ Shadow-თან წასვლა გადამრჩა, ხომ ასეა მეგობარო? ზუსტად ასეა Shadow.exe მოგცემს გამარჯვების გასაგებს, რომ შენი მოტოციკლი ყველაზე მაღალ დონეზე აიყვანო. მაშ, მივდივარ ჩემი მოტოციკლით, რომელსაც ფრენა შეუძლია. მოემზადე Shadow, ყველაფრის მიღწევას ვაპირებ. დიახ, და აქ ვარ, საბოლოო გამოცდისთვის მზად ვარ, Shadow. მოგიწევს ყველაზე რთული პარკურის გადალახვა, რაც კი ოდესმე მოტოციკლისთვის გამოუგონიათ. თუ გინდა რომ ჩემი 100,000-იანი დონის მოტოციკლი კონდეს, მაშინ წინწადი Sonic.exe. თუ ცარიელ სივრცეში ჩავარდები, ჩემი მოტოციკლი შენი აღარ იქნება და მე ვიქნები ის, ვინც Super Sonic-ს ფინალურ ბოლოში დაუპირისპირდება. ეს ჯერ კიდევ სანახავია.
არ ვაპირებ ჩავფლავდე, რადგან მაქვს 10,000-იანი დონის მოტოციკლი, ასე რომ მივდივარ. ყველაფერი კარგად მიდის, აქ ვჩერდები და დაეხლა ძალიან ფრთხილად ვაგრძელებ. წამო, თუ ამ სულელურ კილებს გადავახტები, ეხლა ეს ყველაფერი ისე უნდა გავაკეთო, რომ წისქვილი არ მომხდეს. სწრაფად, ხო? კარგი, ამ გზით. და ეხლა აქეთ. აი, არ უნდა ჩავარდე. კარგი, შესანიშნავია. აქ კარგად გავარდვითავი. ეხლა მოტოციკლის შეცვლა. ეგ ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა აჩკარება და იმ წისქვილის აცილება. წამო, უკვე ექსპერტი გავხდი წისქვილების აცილებაში. შედო, ასე რომ ეს მარშრუტი ჩემთვის ბევრად უფრო რთული აღარ იქნება. კარგი, აქედან გავივლი. ეს რთული მანევრია, მაგრამ ასე ზუსტად ამ მომენტში გადავახტუნებ. და ახლა აქ კი, კარგი. უნდა შევინარჩუნო კონცენტრაცია, ვერ წავაგებ. თუ ჩავარდები უფსკრულში, ძალიან რთული იქნება მოტოციკლის აქამდე მიხვანა. და წავაგებდი. მოდი თავიდეთ ამ აღმართზე, რაც არ უნდა ძნელი იყოს. ამას ვაკეთებ. დიახ, ეხლა მოტოციკლს აქედან გამოვიყვან და წინ გავაგრძელებ. ვაუ, აქ ხილვადობა იკარგება, მაგრამ ჩემი თვალები ყველაფერს ხედავს. ასე რომ ეს საერთოდ არ მოქმედებს ჩემზე. დიახ, ხის შიგნით გავდივარ, იდეალურად. ეხლა უბრალოდ ცოტა უნდა დავიცადო და შემდეგ გავაგრძელებ. წავიდეს ეს დაბრკოლება, ხო? და მე წინ მივდივარ. თუმცა ვერაფერს ვხედავ. გამოვალ ბუჩქიდან. წამო, ზუსტად ასე კეთდება. და არა. დღეს ცოტა შემარკია, მაგრამ შევძელი და წონასწორობა შევინარჩუნე. ეს უფრო რთულია, სიმართლე რო ვთქვა. აქ, თუ 1 სანტიმეტრით გადავიწევი, უფსკრულში ჩავარდები. ამიტომ ვაჩქარებ. დიახ, რთული იყო, მაგრამ შევძელი. ეხლა ამ უცნაურ ბურგერებს გავივლი. დიახ, ზუსტად ასე. ეხლა აქ უნდა ავიდე, საკმაოდ რთულია, მაგრამ მოთმინებით შესანიშნავად შევძლებ. ეხლა უკან ვბრუნდები და აქედან ავდივარ. წავედი ეს დაბრკოლებაც და სწრაფად გავდივარ აქედან. ეხლა ცოტა ხმით უნდა გავჩერდე და ისევ სწრაფად გავივლი. ყველა გზიდან ჩამომეცალეთ. ვაპირებ ეს ტრასა დავასრულო, სულ ერთია, ვინ შემხვდება გზაში. წავედით. ეს კი მართლა რთულია. ეხლა 1 მილიმეტრითაც ვერ გადავუხვევ, მაგრამ მოდი თუ ასე გავაკეთებ. ზუსტად ასე. ნელა არ დავეცემი. წავედით, გამომდის, წავედით, ეხლა აუჩქარებ, რომ აქედან ავიდე და იმ მორებს გადავხტები და აქედან მოვალ, კარგი? აქ ძალიან კარგად შემიძლია მართვა და ხო, თუ სიჩქარეს მოუმატებ, უფრო სწრაფად გავივლი. ვსტები, რა თქმა უნდა, ეს საბოლოო გამოცდაა და ყველაზე რთული უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს არ მაიჯულებს დანებებას, Shadow. ამ საწოდავი გამოცდებით ვერ შემაჩერებ. მე Sonic.exe ვარ და ამ სულელურ მოტოციკლს 100,000-იანი დონის მაინც ავირებ. ეხლა ნახავ, აქ კარგად შევბრუნდები. ეხლა აქ შევბრუნდები და ესეც. ეს მარტივია. უბრალოდ უნდა დავაჩქარო და აქედან შევიდე. მიდი, ტრასა უკვე მთავრდება. უბრალოდ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო აქ. ზუსტად ასე, ხო? შესანიშნავი და ძლიერი ნახტომი, ასე კეთდება საქმეები. მიდი, და ეხლა აქედან ავალ, მიდი, ეს არის საბოლოო ნახტომი, საბოლოო, ყველაფერს მარტივად დავძლევ. მიდი, ეს უნდა გამოვიყენო როგორც რამპა, ძალიან მომწონს, Shadow. ბოლომდე გამირთულე ყველაფერი და ეხლა ვემზადები საბადების საბოლოო ნახტომისთვის, რომლითაც ამ რბოლას მოვიგებ. კარგი. მგონი შენი 100 დონის მოტოციკლი ეხლა ჩემია. Sonic.exe. ნამდვილად უკვე საუკეთესო მოტოციკლისტად იქეცი, ვინც კი მინახავს, მაგრამ ჩემს 100,000 დონის მოტოციკლს არასდროს გამოიყენებ. თუმცა შეიძლება ეს საკმარისი არ იყოს Super Sonic-ის დასამარცხებლად. მაგრამ თუ სისხლის ზურმუხტი არ გაქვს, იქ უკეთეს ვერაფერს იპოვი. წავედი, 2 მოტოციკლს გავაერთიანებ, რომ მივიღო Sonic.exe-ს 100,000 დონის მოტოციკლი, დიახ. უკვე მაქვს ჩემი 100,000 დონის მოტოციკლი. ეხლა რბოლაზე უნდა წავიდე. იმედი მაქვს, მასით მოვიგებ. იმიტომ რომ სისხლის ზურმუხტები არ ვიცი სად შეიძლება იყოს. და ეს იქნებოდა ერთადერთი გზა, რომ ავიდე მილიონამდე დონეზე. მაგრამ მაინც მივდივარ. Sonic.exe, მოიგებ Super Sonics. ეს შენი დასასრულია. კარგი, უკვე აქ ვარ. მზად და მომზადებული
რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულო ეს ყველაფერი. ეს ჯერ კიდევ ნახავთ სულელო. მე მაქვს ყველაზე კარგი მოტოციკლი და თქვენ ყველას დაგამთავრებთ. ბინძური ვირთხებო. .exe. კარგი. გონიათ რომ დადგა ის მომენტი, რომელსაც ყველა ველოდით. სუპერსონიკის რბოლა მოტოციკლით, რომლის დონეა 999,000 და მხოლოდ ერთ შეუძლია გაიმარჯვოს. მიიღოს $1,000,000 და გადარჩეს, რადგან ეს სასიკვდილო რბოლაა. ასე რომ წინ რბოლა დაიწყოს. 3, 2, 1, ახლა. შვიდობით სულელო, სუპერსონიკის 999,000-იანი დონის მოტოციკლი ბევრად უფრო სწრაფია ვიდრე ნებისმიერი სხვა. ნახე რა სიჩქარე მაქვსო? ამ რბოლის მოგება ჩემთვის ძალიან მარტივია. მოსახვევებს ისეთ სიჩქარეზე გავდივარ, რომ ვერავინ დამეწევა და ყველაზე სწრაფი ვარ. ეხა ყველაფერს ვდებო, ეს რბოლა ჩემი უნდა იყოს, ჯანდაბა. მოულოდნელად დამეჭირა მოუმზადებელი და საკმაოდ ვაგვიანებ. წამოდი, აქ უხვევ, აქეთ. არა, შემიძლია დაუშვა რომ რბოლა მომიგოს, ყველაფერს დავდებ და სიჩქარეს აუწევ. წამოდი, ასე უნდა, აქ მოსრიალებით შევუხვევ, იდეალურად. თუმცა ბევრ შეცდომას უშვებ, ასე ვერ მოუგებ. ჯანდაბა, სხვა გზა აღარ დამჭა, ყველაფერს უნდა მივაწვე, ტურბოს გამოვიყენებ და რისკზე წავალ, რაც უნდა მოხდეს. თუმცა არა, კონტროლი არ დამიკარგავს, არა. რასიდან გადავედი ჯანდაბა და ეს კარგს არაფერს მოასწავებს. წყალში ჩავარდები და არა ჯანდაბა, აქ დავრჩები და დავერხჩობი. სულელი სუპერსონიკი თავისას მიაღწევს და ერთი წუთით ეს იქ არ შეიძლება იყოს. არ იქნება. წამოდი. უნდა გადავძრა მოტოციკლი და ღმერთო ჩემო ეს სისხლის ზურმუხტია. სულ აქ იყო წყლის ქვეშ. გონია დროა გამოვიტენო ის, რომ შევძლო ჩემი მოტოციკლის ევოლუცია და მივახციო იმ მოტოციკლს, რომელზეც არასდროს არავინ მისულა. $1,000,000 დონის მოტოციკლს. რა ჯანდაბა, ღმერთო ჩემო. არა, რა მაგარი მოტოციკლია. შემიძლია ვიფრინო და დავბრუნდე ტრასაზე მასთან ერთად. ღმერთო ჩემო, ეს დაუჯერებელია. აი ისე ვაქვარ. დიახ, და არა მხოლოდ მოტოციკლი. მეც გავაუმჯობესე ჩემი ფორმა. ეხლა უნდა დავაჩქარო. და ხო, ესეც შენ. აი ასე. სუპერსონიკო, გაგასწორი, წავედით. თუმცა არაფერებს დამარცხებას ეს აშკარა იყო, მაგრამ მე მაქვს $1,000,000 დონის მოტოციკლი ახლა სუპერსონიკო. მოტოციკლი, რომელზეც ყველა ოცნებობდა და ვერასდროს ვერავინ მოახერხა მისი მოპოვება. ასე რომ უყურე როგორ მართავ და როგორ მოძრაობ თითოეულ მოსახვევში. რა თქმა უნდა, მისი მოტოციკლი 999,000 დონის, თითქმის ჩემსავითა, მაგრამ მე ვარ სონიკი, exe, მე ვარ ნამდვილი და ჭეშმარიტი მეფე. წამოდი, თითქოს უკავტოვებ, მაგრამ ყოველთვის მომყვება. მაინც არ მადარდებს. ეს რბოლა ჩემი იქნება. ყველაზე მაგარი მოტოციკლი მაქვს, $1,000,000 დონის მოტოციკლი და მასზე უკეთ არავინ მართავს. გარდა ამისა, ტურბოც მაქვს, წამოდი. უკვე ვტოვებ უკან, თუმცა მაინც არ მეშვება. წამოდი. ტურბოტი უნდა ავაჩქარო. წამოდი. აი ასე კეთდება მოხვევა. აქ, კიდევ ერთი აქ. და მე გაჩვენებ, რატომ არ უნდა დაგეკნინებინა exe-ები. უკანასკნელ მოსახვევთან უახლოვდებით და ჯერ კიდევ არ დამეწია. ეხლა დრო რომ ტურბო ბოლომდე აუშვა. დიახ, უპირატესობას ვიღებ და ასე იგებენ რბოლას. სუპერსონიკი. იახ, კარგი. რას ფიქრობ ჩემს $1,000,000 დონის მოტოციკლზე? გონი ეხლა რბოლის აშკარა გამარჯვებული გვყავს და ახალი ფორმით. არა ჯანდაბა, როგორ შევძელი, შენერ საზიზღარ .exe-სთან წამეგო, მომისმინე. სინამდვილეში მინდოდა რომ ყველა მეგობრები ვყოფილიყავით. ფული გასაკობად იყო. ერთად დაგვეპრო მსოფლიო. ეგ ხუმრობა სხვას მოუყევი. აი ეს ნახე, შენს და შენი სულელი მოტოციკლიც განადგურებულები ხართ. ეხლა ეს ფული ჩემი იქნება, ხომ ასე ეგმენ? რა თქმა უნდა ესეა. Sonic.exe, გააკეთე მასთან რაც გინდა. ეხლა მთელი მსოფლიო ჩვენია, .exe-ების. ასე მომწონს, ყველაფერს ჩემს მოტოციკლეთზე წავიღებ, უკვე მაქვს, ჩემი არის. და ახლა ჩემს მეგობრებს მივცემ. მას გამოვიყენეთ, რომ ვიყიდოთ მსოფლიო და დავიპყროთ იგი და ყველა სულელ სუპერს გავანადგურებ. ზუსტად როგორც სუპერსონიკი, რადგან მთელი მსოფლიო სონიკის .exe-ს და მისი $1,000,000 დონის მოტოციკლეტისა.
მილიონი ან 6 დონის მოტოციკლი.